როგორ უნდა დაიხრჩო მდინარეში, რომელშიც საკუთარი ნებით გადახტი? 2017 წლის დეკემბერში ბერლინში 19 წლის ბიჭი მდინარე ჰაფელის ნაპირზე შეყვარებულთან ერთად სეირნობდა. ისინი ჩხუბობდნენ. ბიჭი კამათს აგებდა, ამიტომ გადაწყვიტა სხვანაირად გაემარჯვა. გოგონა მდინარეში გადააგდო. წყლის ტემპერატურა 2 გრადუსი ცელსიუსი იყო. მერე თვითონაც გადახტა და მის ჩაძირვას ცდილობდა. იყო ერთი დეტალი, რომელიც მას არ გაუთვალისწინებია. გოგონამ ცურვა იცოდა. ბიჭმა არა. გოგონა ნაპირზე გამოცურვა და რამდენიმე საათში ჰიპოთერმიისგანაც გონს მოვიდა. ბიჭი კი ფსკერისკენ წავიდა. გონება დაკარგა და წყლის პოლიციამ ამოიყვანა. მან ბერლინის შარიტეს კლინიკაში კომაში 2 თვე გაატარა. პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მისი ბაკავების ორდერიც გასცა. ის აღარ გამოფხიზულებულა. 14 თებერვალს გარდაიცვალა. ვალენტინობას. დარვინის ჯილდოს მფლობელი. 2018 წელი.